მართლმადიდებლები დღეს ნათლის დღების დღესასწაულს აღნიშნავენ კათოლიკოს პატრიარქმა საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ამ წუთებში კი ილია მეორე სპორტის სასახლეში საკუთარ ნათლულებს ხვდება. პატარები დღეს ილია მეორისგან საჩუქრებსაც მიიღებენ. რაც ჩუქნის უწმინდესი 4000 ნათლულს თამარ გედევანიშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. ნინო, ღონისძიება ზუსტად რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სპორტის სასახლე იყო მთლიანად გადავსებული პატრიარქის ნათლულებით და მათი მშობლებით. შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქმა დღეს თავის ნათლულებს მოუწყო ძალიან დიდი ზეიმი, რომელიც დაიწყო კონცერტით და ეს კონცერტი დღეს გახსნა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჩემო კარგო ქვეყანა ქართულ ხმებთან ერთად შეასრულა. ამის შემდეგ სცენაზე უკვე თანამედროვე ქართული ესტრადის მომღერლები ავიდნენ, ცისანა სეფიაშვილი, ნინო ქათამაძე და ისინი უკვე შეცვალეს საბავშვო ანსამბლებმა, რომლებიც ძალიან საინტერესო ეტიუდები წარმოადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც კონცერტი პრაქტიკულად დასრულებული იყო, უკვე თავის მრევლს და არა მარტო მრევლს, ნათლულებს მიმართა პატრიარქმა და მოუწოდა ერთმანეთის სიყვარულისკენ და ერთმანეთის გაგებისკენ და მოუწოდა მათ მშობლებს, რომ გააძლიერონ ლოცვები. Paleni Iesa Christe bრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მე მინდა შევწყობო უფალს, რომ უფალმა აღზარდოს ჩემი ნათლულები, უფალმა დალოცოს გავხსნას გონება, მისცეს გული გონიერი, ჯანმრთელობა, ბედნიერება და მრავალჟამიერი სიცოცხლე. მიულოცო პატრიარქს ეს დღესასწაული, მე მქონდა ბედნიერება დღეს სამების ტაძარში ყოფილიყავი წირვაზე და ვეზიარე და თან მინდა მიულოცო იმ ყველა ახალგაზრდას, ყველა ბავშვს, რომელიც ნათლიაც პატრიარქია, რომ ისინი არიან უბედნიერესი ხალხი, რადგან ეცეთმა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა მონათლა. სტიმული იქნება ძალიან დიდი, დარწმუნებული, იმიტომ რომ მეც კი ვიფიქრე ერთი მომენტი, რომ ხომ არ გამეჩნდა მეოთხე იმისათვის, რომ ჩემი შვილი ყოფილიყო პატრიარქის ნათლი. ეს ძალიან დიდი სტიმულია, დარწმუნებული ვარ ყველა მშობლისთვის, რომ მისი შვილი იქნება პატრიარქის ნათლი და მე მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. პატრიარქი 2007 წელს გამოვიდა იმ ინიციატივით, რომ მოენათლა ყველა ოჯახის ყოველი მესამე და მომდევნო შვილი და მას შემდეგ 3 წლის განმავლობაში 4300-ზე მეტი ბავშვი მოინათლა. თითოეული საკმაოდ ბევრი მათგანი იყო დღეს აქ შეკრებილი და პატრიარქმა თითოეული მათგანისთვის, თითოეული ნათლულისთვის დღეს სპეციალური საჩუქარიც მოამზადა, ნუგბარი და წითელი ღვინო, რომელიც სპეციალურ ჩანთებში იყო მოთავსებული, თითოეულ ბავშვს გადაეცა. დამახლებულ და ნათელი იდეა ეს გაერთიანებს საქართველოს, იმიტომ რომ პატრიარქის ნათლულები აქ 5000-ზე მეტი ქართველია და მე იმედი მაქვს, რომ ისინი გარდა იმისა, რომ ქრისტიანულად იცხოვრებენ, მათ ექნება დიდი მაგალითი ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, რომელიც მთელ საქრისტიანოში და მე ეს მაქვს უშუალოდ მოსმენილი მსოფლიო პატრიარქმა, ჩვენი პატრიარქს უწოდა საქრისტიანოს ნათობი. ეს ძალიან დიდი შეფასება და ძელი კერაის არის ყველაფერი ალბათ ადამიანის ცხოვრებაში. უკვე 1 წელია პატრიარქის ნათლულები ვართ და ძალიან გვიხარია ეს რა თქმა უნდა. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, რომ პირველი ნათლობა 2007 წელს სწორედ დღევანდელ დღეს 19 იანვარს მოხდა. დღეს ნათლისღებაა და დღევანდელი დღე საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია ტაძარში აღინიშნებოდა, თუმცა მოვლენების ეპიცენტრი დღეს იყო სამების საკათედრო ტაძარი, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა სწორედ პატრიარქმა აღავლინა და იქადა გაკიდებას. დღეს მოხდა წყალკურთხევაც და პატრიარქმა მრევლს მიმართა და მოუწოდა ერთიანობის და სიყვარულისკენ. აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომ მომდევნო ნათლობა უკვე გაიმართება 27 იანვარს ნინოების დღესასწაულზე და ასევე გამოიცემა ნათლულების კრებული, სადაც მოცემული იქნება თითოეული ნათლუ პატრიარქის მიერ მონათლული თითოეული ადამიანის ფოტოსურათი და მათ შესახებ გარკვეული ინფორმაციაც.